წლების წინ არა, ეს ყველაფერი ასე თუ განვითარდებოდა, ესე სწრაფად და ხელისუფლებას ექნებოდა მიზანი სულ 2 წელიწადში გადაეტეხა ძირეულად ახალგაზრდების ნება და თავისუფლება, ამის წარმოდგენა თეორიულადაც კი ჩემთვის იყო ნამდვილად შეუძლებელი. ეხლა რასაც ხელისუფლებას აკეთებს და რა იარაღიც აქვს ხელში, ეს არის დიდი, ძალიან აგრესიული პროპაგანდა. ამ პროპაგანდაში ჩართო ისეთი ხალხი, რომლებთან, ჩემთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მათ შორის ის ჟურნალისტებიც, რომლებსაც სრულიად სხვა წარმოდგენა მქონდა. ჩვენ ხედავთ გიორგი სანაიას მეგობრებს, ვისთან ერთადაც ის ქმნიდა თავისუფალ მედიას ამ ქვეყანაში, პიონერები იყვნენ, ხო? ასე უცბად. და მისი ძმის დაჭერას აბსოლუტურად არაფრის გამო. ისინი ახლა ხელს აწერენ, მაშინ როცა თვითონ ეს ადამიანები წინა ხელისუფლების ღია კრიტიკოსები იყვნენ, მათი სიტყვის თავისუფლება ეთანხმებოდა ვინმე თუ არა იყო დაცული. და ჩვენ ხედავთ ახლა ეს ადამიანები ესე არის, მაგრამ ვისაც ოდნავ მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება გვაქვს წლებთან და ერთად შეძენილი, ალბათ ჩვენ ვატყობთ როგორ უჭირთ ეს. ბევრს უჭირს ამის გაკეთება. ვიცი რა, აბსოლუტურად ბედნიერი სახებით აცხადებენ. არ ამგონია. მაშინ რატომ აცხადებენ? მაშინ რატომ არ გადიან ეკრანები? გიორგი სანაიას მეგობრები რატომ აცხადებენ, რომ ყველა ბედნიერების ინდექსი ქვეყანაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რომ ჩვენი ეკონომიკური წინსვლა, რა ვიცი. ამას აქვს თავისი პრეცედენტოა მთელს მსოფლიოში გავუსწარით ევროკავშირის ყველა ქვეყანას და გიორგი სანაიას, უბრალოდ ვახო სანაიას კრიტიკული და თუნდაც კაბრეზული გამონათქვამები არის ერთადერთი, რაც აჩერებს ახლა ამ წინსვლას დემოკრატიის გზაზე. ხო, სამწუხაროდ ჩვენ ადრეც გვაქვს ხვართ მომსწრე, როგორც როცა ღირსეული ადამიანები 27 წელსში არანაკლებ ცუდად იქცეოდნენ. იქცნენ უღირსებად. ხო, ოღონდ მერე საზოგადოებამ დაივიწყა და საერთოდ ბოლო 100 წელი საქართველოში სიტყვა რეპუტაცია განულებულია. იმიტომ რომ შეიძლება ჩემს მარჯვნივ იდგეს ადამიანი, რომელიც აი ამ ყველაფერს ებრძვის, მარცხნივ ის, რომელიც ამ ყველაფერს ხელს უწყობს და ისინი ერთად ვნახოთ სუფრაზეც კი. მე არ ვიცი, ხა ეს ჩემ თაობაში ახალგაზრდებს ვფიქრობ, უფრო მეტი შეურიგებლობა აქვს ამნაირი ადამიანების მიმართ. ეს გამოიწვია ზუსტად იმან, რომ ხელისუფლებამ დააჯერა თავის თავს, რომ ის რაც 100 წლის წინ მოხდა, ის შეიძლება ეხლაც გამეორდეს. ანუ შეიძლება ყველაფერს თავსახური დაეხუროს, ითუხთუხოს ჩაიდანმა, ზემოდან იყოს ეს ხუფი გაკეთებული. იმ იმედით, რომ ეს ყველაფერი ერთ სრულიად უცნობ დროს, როცა არავინ არაფერი არ იცის, არც ხელისუფლებამ და არც მისმა მოწინააღმდეგემ, უბრალოდ ვეღარ ეს შიშია, ქალბატონო ნინო, და შიში ყოველთვის აჩუმებს ადამიანს თუ ხანდახან პირიქით წინააღმდეგობის უნარს ამძაფრებს და ლაპარაკის აუცილებლად. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება, ყველა საზოგადოებაში, ყველა, რა ვიცი, ქვეყნის საზოგადოების 5% არის ის, ვინც აძლევს აი ამ წინსვლას საზოგადოებასაც და მათ შორის ქმნის უკეთესი მომავლის წინაპირობას და დანარჩენები, რა თქმა უნდა, მე ამას ყვებიან. ეხლა ჩვენთან ეს იყო და იყო ძალიან კარგად ეს. აი, რაც ვერაზე მოხდა 2 დღის წინ. ამას თქვენ პოლიტიკურ ელფერს აძლევთ? ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების გამოძახილი ან შედეგი არის ეს ყველაფერი? რასაკვირველია, სხვანაირად როგორ უნდა ვიფიქროთ, თუნდაც ის, რომ ისეთი ფაქტები გაჟღერდა, რომ ადამიანს, რომელსაც ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, ესე იგი, იარაღი ჯერ წაართვეს, მერე დაუბრუნეს, მაშინ, როდესაც სრულიად ნორმალურ ხალხს, რომელსაც ადმინისტრაციული საჯელიც არ ეკუთვნოდა, ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, რა ვიცი, ყველანაირი ტექნიკა და ელენა ხოსტარია ციხეში ყავთ, არაფრის გამო. ხო, არა, მე ვამბობ, კი არ დაუწერია რუსი ოცნება და დააწერა პლაკატს და ამის გამო არის. დავანებოთ, თვითონ მკვლელობის იარაღი დაუბრუნა სამართალდამცველმა ორგანომ, იმიტომ რომ აბაო ჩვენო, სხვისნი ხო არ მივისეკუთრებდითო და ამ დროს ათასობით ტელეფონი ლომბარდში ჩადო, ხო? მათ თანამშრომელმა ეს ხო მათივე ინფორმაცია, მე ხო არ მინახია. კი ბატონო, აი გიორგი რის გამოც დააჭირეს ახლა დღეს ახობაძე. სწორედ ამას ითხოვდა, დამიბრუნეთ ჩემი 2 წლის წინ წართმეული ტელეფონი. თუ არა და
ჩამდებების და წამრთმევების და აი ამის გამო იწერი. და ეს რადგან ძალიან ზედაპირზედებს, ხო, რაღა დარჩენიათ. თქვენ ის რომ იცით რა ეს ნიკა იყო იმისი, რა ქვია, გიორგი სიორიძე, ლელოს წევრის. ნუ აი ამისთან რაღაცა 27 წლის მერე არ გამიგია, რომ ეს ხალხის მტრის ნაცნობი. ნუ აი ეგ რა არის საერთოდ? თვითონაც ხო ხვდებიან, მაგრამ ალბათ ფიქრობენ, რომ თუ ამას 1000-ჯერ გაიმეორებენ სერიოზული სახით, ეგრეთ წოდებული სერიოზული ტელევიზიიდან, თავის მომხრეებს მისცემენ იმის რწმენას, რომ აი თან როგორ და მუშაობს ეს ქალბატონი, ვინმეს ეს მუშაობს, რომ რადგან ნიკა კაპანაძეს იცნობდა გიორგი საურიძე. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ნახეთ როგორ იყო ეს ყველაფერი. ილაპარაკეს ნიკა კაპანაძეზე, აჩვენეს დახრეტილი მინა, იქვე ახსენეს სიორიძე და ის რომ სიორიძე ტელეფონს არ პასუხობს. ნუ ადამიანი რომელიც თან საქმეს აკეთებს და თან ტელევიზორს უყურებს, ამ ლოგიკაში წავა? პირდაპირ აი ეს დიდი დოზებით ხდება პროპაგანდა და ბოლოს და ბოლოს სახელმწიფოს მიზანი ხო ის არის რომ უსაფრთხოება დაიცვას. და ამ დროს ეს ხალხი ლაპარაკობს დეპოლარიზაციაზე, მშვიდობაზე და ასე. უსაფრთხოებაზე. ჩვენ უსაფრთხო ჩვენი ხელისუფლებაა, იმიტომ ვართო კარგია, რომ უსაფრთხო გარემოს ვქმნითო და ამ დროს სწორედ თვითონ სპობენ ამ გარემოს ამ ქვეყანაში, სწორედ ამ შეკითხვით გადავალ ბაჩოსთან, აი ქალბატონი ნინო და მე საბჭოთა დროს დავიბადეთ და